მილოსალმები ჩემს პიროს თუმას ზვიად შალამბერიძე გვერდთვება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზვიად, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, გერმანიის საელჩოში მსგავსი ტიპის შეხვედრის ორგანიზება რა კითხვის ნიშანს აჩენს პირადად თქვენთვის? ელჩმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განმარტება და ის ამბობს, რომ ეს არის აგრესიული დეზინფორმაცია მის წინააღმდეგ. მოგესალმებით, ნატა მივესალმები მაყურებელს. Რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენთვის ეს უკვე გასაკვირი აღარ არის, ეს არის უკვე რეალური მოცემულობა. Იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ ნახეთ, არა მარტო გერმანიის ელჩის მხრიდან, არამედ სხვადასხვა დიპლომატების მხრიდან ეს მსგავსი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და რეალურად ეს არის მორიგი ჯერზე ლუსტრაცია. და ნახეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში გერმანიის ელჩის მხრიდან არ იყო არანაირი კომენტარი გაკეთებული ამასთან დაკავშირებით და საბოლოოდ უკვე ძალიან დიდი ინტერესი რაღაც გამოიწვია ამ ფაქტმა, უკვე მოუწია დღის ბოლოს მასაც, რომ გაეკეთებია გარკვეული კომენტარი. Რა თქმა უნდა, მან უარყო ყველა ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც გავრცელდა დღევანდელ დღეს, მაგრამ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სწორი მისი შეხვედრა და მისი შეხვედრის მიზეზი სამოქალაქო აქტივისტებთან იყო სწორედ ის, რაზეც დღევანდელ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები გრძელდება და მსგავსი შეხვედრები გრძელდება. მე უბრალოდ რამოდენიმე ფაქტს გავიხსენებდი სხვადასხვა ელჩების მხრიდან, ზოგჯერ კონსპირაციულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ზოგჯერ ვიღაცის სახლში შეხვედრასთან დაკავშირებით. აქ ყველას გონია რატომღაც, რომ რაღაცა ესეთ კონსპირაციული შეხვედრები დარჩება შეუმჩნეველი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ან ისინი შეძლებენ ფარულად, ან დაფინანსებას რაღაც გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების, ან მითითებების მიცემას და ასე შემდეგ და ხედავენ დარწმუნებული ვარ ისინი, რომ მათ ესეთი შანსები სულ უფრო და უფრო უმცირდებათ და ყველა მათ მიერ გადადგმული ესეთი ნაბიჯი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში რაღაც მდგომარეობის გამწვავებას, იქნება ჩვენს მიერ მხილებული და ამაზე ყველაფერზე ჩვენი მხრიდან, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რეაქცია იქნება შესაბამისი. თქვენც აღნიშნეთ ახლა ზოგადად ამ აქტივისტების ნაწილი გასულ თვეებში ხვდებოდა სხვადასხვა დიპლომატებს, მაგალითად დეკემბერში პაվել ჰერჩინსკის შეხვდნენ მანამდე ლატვიის ელჩს. რა პროცესი მიდის და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებთან ამ ტიპის შეხვედრები როგორ გავლენას იქონიებს, როგორ ფიქრობთ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაზე? რა თქმა უნდა, ეხლა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაზე ეს დადებით და პოზიტიურ გავლენას ვერ იქონიებს. ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, რომ თითქოს ისე გამოდის, რომ ევროკავშირი ეკონტაქტება რაღაც გარკვეულ ჯგუფებს, მხოლოდ და მხოლოდ და რაღაცა ცდილობს და არა მარტო ჩვენ შიგნით დიპლომატების მხრიდან, არამედ ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდანაც მოგვისმენია არაერთი განცხადება, თუ როგორ ცდილობენ ისინი ან შეეცდებიან რაღაცა გარკვეული კანონმდებლობის გვერდის ავლით მოახდინონ რადიკალური ჯგუფების დაფინანსება და რაღაც სხვადასხვა ნაბიჯები გადადგან, სხვადასხვა მითითებები მისცენ და სხვადასხვა ტექსტიც კი გვინახავს არაერთხელ თუ მათ მიერ დაწერილ ტექსტებს როგორ ერთ-ერთში კითხულობენ ეს ჩვენი რადიკალი აქტივისტები. ფაქტია, რომ ეს შედეგს ვერ აღწევს, თორემ რეალურად სხვა რეალობა იქნება დღევანდელ დღეს ქვეყანაში, რაც არ უნდა ესეთი წერტილოვანი ცდილობები ჰქონდეთ ქვეყნის შიგნით არეულობის, ფაქტია სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, ყველა სტრუქტურა თავის სიმაღლეზე დგას და ესეთ არეულობებს რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანაში არ დაუშვით. ბატონ ზვიად, ვინაიდან საუბრობთ ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ზოგადად რადიკალიზაცია სახეზე გვაქვს ევრობიუროკრატების მხრიდან, თქვენ არაერთხელ აღინიშნავთ ეს ფაქტი. ოფიციალური თბილისის პოზიციონირებაა, რომ დაბალანსების მცდელობა აქვს ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობით. რა შედეგს მივიღებთ, როგორ ფიქრობთ საბოლოო ჯამში?
არასდროს ხელისუფლების მხრიდან რადიკალური განცხადებები ევროკავშირის მიმართ არ განხორციელებულა და არ თქმულა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე და ვმიჯნავთ და არაერთხელ მithქვამს მეც, რომ ჩვენ მიჯნავთ ევრობიუროკრატებს, ერთეულ ევრობიუროკრატებს ევროკავშირისგან. და შესაბამისად, როდესაც ჩვენი მხრიდან რაღაც გარკვეული განცხადებები კეთდება ყოველთვის ურთიერთობის დაბალანსებაზე, დათბობაზე და ასე შემდეგ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, დათბეს ურთიერთობები და არა მარტო ევროკავშირთან, სხვადასხვა მიმართულებებზე, სხვადასხვა ქვეყნებთან, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე მაქვს საუბარი და ყოველთვის მზად ვართ, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. თუმცა, სამწუხაროდ ამ განცხადებების პასუხად ჩვენ ვიღებთ ისეთ ქმედებებს, შეფარულ ქმედებებს და დამალულ ქმედებებს, როგორცაც დღევანდელ დღეს ჰქონდა ადგილი და ესეთ ქმედებებს, რომლებსაც ჰქონდა გარკვეული პერიოდის წინ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი შეხვედრები, მითითებები, დირექტივები ევროკავშირის მხრიდან თუ სხვადასხვა ევრობიუროკრატების მხრიდან კიდევ იქნება მომავალში და იმედს ვიქონიებ, რომ ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება და ჩვენი ურთიერთობა წავა უფრო პოზიტიური ცვლილებებისკენ და რა თქმა უნდა დათბობისკენ. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს რადიკალიზაციის პრევენცია ამ შემთხვევაში ოფიციალური თბილისის მხრიდან? წინა პასუხი უნდა გავაგრძელო მაშინ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყოველთვის რა თქმა უნდა, როგორც აქამდე ვამბობდით, მომავალშიც ესევე გავაგრძელებთ ჩვენს პოზიციას, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს და არ მოვითმენთ იმას, რომ დავუშვათ ევრობიუროკრატებმა თუ სხვადასხვა დიპლომატებმა ვენეციის კონვენციის დარღვევის გზით რაღაც სხვადასხვა მიზნების მისაღწევად გარკვეული ნაბიჯები გადადგან. ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს, იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ხელისუფლება საუბრობს მხოლოდ ფაქტებით და ფაქტებზე დაყრდნობით და არა რაღაცა ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება გადადგავს პოზიტიურ ნაბიჯებს ყველა მიმართულებით, რომ საგარეო ურთიერთობები დათბეს ყველა მიმართულებით. გასაგებია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამოხილოთ თქვენი ყურადღება. მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ საჩივარი სამართლებრივი რეაგირების ეტაპზე არ გადავა BBC-სთან მიმართებაში და BBC საკუთარ დანაშაულს აღიარებს. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, მიყენებული პოლიტიკური ზიანის საპირწონე იქნება თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილება? ალბათ საპირწონე ვერ იქნება, ჩემი აზრით, თუმცა რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული ნაბიჯი BBC-ს მხრიდან, იმიტომ რომ როგორც ცოტა ხნის წინ აღვნიშნეთ, ჩვენ საუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით და მივესალმებოდით ამ შემთხვევაში BBC-ს გამოძიება, რომ ყოფილიყო ფაქტებზე და არა უბრალოდ გარკვეული ადამიანების მონაყოლზე, რომელიც ასევე არანაირ ფაქტებს არ ეყრდნობა და სამწუხაროა, როდესაც ესეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორც არის BBC, ფაქტების გადამოწმების გარეშე რაღაცა ესეთ სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს ამ შემთხვევაში სხვა სუვერენულ ქვეყანასთან დაკავშირებით და შესაბამისად აი ესეთი ძალიან ცუდი რაღაცა მიმართულებით სდებს ბრალს. თავისთავად ეხლა რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯი მათი მხრიდან იქნება, რასაც ჩვენ ველოდებით, რომ გარკვეულწილად იმიტომ რომ მათ არანაირი ფაქტები არ აქვთ იმ მოყვანილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ფილმში არის, რომ გარკვეულწილად ბოდიში მოიხადონ და ამას შესაბამისად ჩვენ უკვე გაგრძელებას აღარ ვიცებთ, თორემ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ ეს მათი მხრიდან არ მოხდება, უკვე შემდეგ მარეგულირებელს მიმართავთ და უკვე შემდეგ წავალთ სასამართლოში. რისი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი იმედიც მაქვს, რომ არ დაგვჭირდება და ამ პირველივე ეტაპზე მოხდება ამ გაუგებრობის აღმოფხვრა. კი ბატონო, მმართველი გუნდი საუბრობდა იმაზე, რომ როდესაც გავრცელდა მსგავსი სახის ინფორმაცია BBC-ს მხრიდან, ეს იყო ერთგვარად რადიკალიზაციის მცდელობის წახალისება და გამიზნულად გავრცელებული ინფორმაცია. რატომ გეკითხებით, იცით? სულ ცოტა ხნის წინ ბაჩო ახალაია საუბრობს გავრცელდა ვიდეო, სადაც საუბრობს ნაციონალური მოძრაობის კეთილსინდისიარებაზე, რომ მათ მმართველობას არ ჰქონდა მინუსი. ეს გავრცელებული
გადაღებული ვიდეო, რომელიც როგორც ქართულ ოცნებაში საუბრობენ, მიზანმიმართულად გავრცელდა. რას ემსახურება თქვენი აზრით? აი, პირადად თქვენი რეაქცია როგორია ახალაიას ამ სიტყვებზე? ნახეთ, ცოტა ღიმილის მომგვრელია, როდესაც ესეთი ადამიანები რაღაც გავსი შინაარსის განცხადებებს და ვიდეოს წერენ, ვითომ რაღაც ისეთ გარემოში, რომელიც უნდა იყოს ყურადღება მისაქცევი. ერთადერთ ფაქტზე გავამახვილებდი ყურადღებას და ერთ წინადადებაზე, რომელიც ამ ადამიანმა გააჟღერა, რომ თითქოს ესე სანამ მათი ხელისუფლება მოვიდოდა, საქართველოში არ იყო ოჯახი დარჩენილი, რომელიც ან დაყაჩაღებული არ იყო, ან გაძარცვული არ იყო, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე შევახსენებდი, რომ კარგად გადახედავ სტატისტიკას და მართლაც დაუდასტურებ, რომ თითქმის არ ყოფილა ოჯახი საქართველოში მათი მმართველობის პერიოდში, ვისაც მათი ეს ყაჩაღობრივი ხელი თუ გაძარცვა თუ რეკეტი თუ ბიზნესის რეკეტი არ შეეხო პირდაპირ თუ ირიბად. მე მგონი ცოტა წლები ეშლება ამ შემთხვევაში და თავისი ხელისუფლების მმართველობაზე ლაპარაკობდა, ვიდრე მანამდეზე და აქედან გამომდინარე ცოტა ღიმილის მომგვრელია ნამდვილად ესეთი ადამიანები, როდესაც რაღაცა მორალს უკითხავენ საზოგადოებას, რომელსაც ძალიან კარგი მეხსიერება აქვს და ძალიან კარგად ახსოვს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, თუ რა გამოიარა და როგორი მმართველობა გამოიარა 2003 წლიდან 2012 წლამდე. გასაგებია, მადლობა ჩვენს ეთერში ზვიად შალამბერიძე, უმრავლესობის წევრი საუბრობდა